და ისევ საქართველოს ქართველ მკვლევარებს ბრიტანეთის ეროვნულ მუზეუმში დაცულ უძველეს ქართულ ხელნაწერებზე მუშაობის საშუალება ეძლებათ. მე-11-მე-19 საუკუნეებით დათარიღებული ხელნაწერების ციფრული ვერსია უკვე საქართველოშია. დიგიტალური კოლექცია ჰაგეოგრაფიულ ნაწარმოებებს, ძველ საგალობლებსა და ისტორიკული ცნობების შემცველ უძველეს ტექსტებს აერთიანებს. ხელნაწერების ციფრული ასლები საპატრიარქოში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაშია განთავსებული. უნიკალური მასალების შესახებ ლიზა ციკლაურიგი ამბობთ. ეს არის სამი ფრაგმენტი ქართული ებრაული პალიმპსესტის, რომლის ზედა ნაწილიც არის ებრაული, ხოლო ქვედა არის ქართული. პალიმპსესტის უძველესი ანუ ქართული ტექსტი მე-6 საუკუნით, ხოლო ბერძნული მე-11 საუკუნით თარიღდება. ხელნაწერი, რომელიც ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება და რომლის შესახებაც საქართველოში დღემდე მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა არსებობდა, ახლა ციფრული ასლების საშუალებით მეცნიერებს სრულყოფილი შესწავლის საშუალებას აძლევს. ქვედაფენა არის ქართული, შეიცავს უძველეს ტექსტებს, თუმცა რას ჯერჯერობით ძნელია ამის გარკვევა, სათანადო კვლევა ჭირდება. შემდეგი ეტაპი ამასლების ჩამოტანის უნდა იყოს კატალოგის შედგენა. გარდა ამისა, ვიდრე კატალოგის შედგება, მანამდეც ნებისმიერ მომხმარებელს ექნება საშუალება მოვიდეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, გამოიწეროს ეს ციფრული მასალა და მასზე ჩაატაროს მისთვის საინტერესო კვლევები. პალიმპსესტი ჰაგეოგრაფიული კრებული, საგალობლები და ლოცვანი. ეს ის ხელნაწერებია, რომელთა ციფრული ასლებიც დიასპორის სამინისტრომ რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოში ჩამოიტანა. მნიშვნელოვანი ხელნაწერები მე-11-მე-19 საუკუნეებშია შექმნილი. ჰაგეოგრაფიული კრებული ჯვრის მონასტრის დამაარსებლის, გიორგი პროხორეს დაკვეთით იოანე შავის მიერ მე-11 საუკუნეშია შესრულებული. მკვლევარების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ლოცვანიც, რომელიც 1612 წლით თარიღდება. ეს არის მე-17 საუკუნის ლოცვანი 1612 წელს არის გადაწერილი კათოლიკოს ქრისტეფორის დაკვეთით. ეს საინტერესო იმითი გახლავთ, რომ ჩვენ ქრისტეფორის აღსაყდრების პერიოდი ვიცოდით 1642 წელი და აქ ეს უფრო აწველებს, ასე ვთქვათ, აი ამ ფაქტს და თუ ეს იგივე ქრისტეფორეა ამ შემთხვევაში თავისთავად ცხადია საინტერესო ამ პიროვნების მოღვაწეობის შესასწავლად და თუ ვთქვათ გამოჩნდება შემდეგი კვლევებით, რომ ეს იგივე ქრისტეფორე არ არის, მაშინ გამოჩნდება კიდე სხვა კათოლიკოს პატრიარქი არსებობდა იგივე სახე. საქართველოში ხელნაწერების 5 ციფრული ასლი ჩამოიტანეს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გარდა ერთ-ერთი ასლი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს გადასცა. გაცხრება გავაკეთეთ ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში, ჩვენ ვაპირებთ, რომ ასევე სხვა პალიმპსესტებიც გავაცფროთ, რომელიც შეიძლება ინახებოდეს და ინახება და არის კიდევაც ბრიტანეთში, ზოგი ოქსფორდში, ზოგი კემბრიჯში, მაგრამ ეს მომავალი საქმეა, ჩვენ ამაზე მუშაობა გვაქვს დაწყებული. დღეიდან მკვლევარებს საშუალება ექნებათ ქართული მეცნიერებისთვის უცნობი ხელნაწერები შეისწავლონ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კი ციფრული ასლების მიხედვით მათ კატალოგს გამოსცემს.